process for Japan. We all were all the members of the delegation and all the political powers in Georgia are very excited that we are making this from all over Georgia, from Georgian people. And I was very impressive. დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში. ეს არის პირველი ვიზიტი. ამიტომ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი არის საკმაოდ დატვირთული პროგრამა, არის შეხვედრა იმპერატორთან, პრემიერ-მინისტრთან, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებია, რომელზედაც იმედი გვაქვს, რომ გაჟღერდება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს უკვე შედგა პირველი შეხვედრა ის იყო სახელმწიფო მინისტრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, რომელთანაც ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულ პროგრამაზე, ასევე ომხრივი ურთიერთობების განვითარებას და რა თქმა უნდა, პირველი სკოლის ხაზი გაესვა ომხრივი ურთიერთობების განვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი აფხაზეთში შექმნილ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და დღეს უკვე გაჟღერდა ძალიან საინტერესო რამ, რომ 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე იაპონიის პარლამენტი განიხილავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება, რომელიც ჯერჯერობით რჩება იაპონიაში, გრუზია, ეს გადაკეთდეს და ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენებული იყოს როგორც ჯორჯია, რაც ვფიქრობ ასევე საინტერესოა და კიდევ ბევრი სხვა კარგი სიურპრიზი მოყვება ამისიც. პირველ რიგში ხაზს გაუსვავ იმას, რომ ძალიან საინტერესო, თქვათ, აზრთა გაცვლა იყო დღეს სახელმწიფო მინისტრთან იყო პირველი შეხვედრა და ხაზი გაესვა სახელმწიფო მინისტრმა აღუთქვა ქართულ დელეგაციას, რომ ტურიზმის კუთხით იქნებოდა ერთ-ერთი თქვათ ის აქტივობა, რასაც იაპონიის მხარე აქტიურად შეეცდება, თქვათ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს ამ თვალსაზრისით და უფრო მეტი იაპონელი ტურისტი ეწვიოს ჩვენს ქვეყანას. ეს რიცხვი დღესდღეობით არ არის ეხლა ისე იმდენად შთამბეჭდავი, თუმცა დინამიკა არის საკმაოდ პოზიტიური. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო არის თქვათ ჩვენი და იაპონელი კოლეგების თანამშრომლობა ამ კუთხით და ეკონომიკის კონტექსტი იქნება ერთ-ერთი საკითხით ჩვენს დღის წესრიგში, რომელსაც აუცილებლად საკმაოდ დრო და რესურსი დაეთმობა ამ თვალსაზრისით.